მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ეხლა გავაკეთებ ესეთ შეკითხვაზე გაშლას. არსებობს თუ არა ადამიანი, ვინც ხელს გიშლით თქვენს ჩანაფიქრში. რაიმე ფორმით მნიშვნელობა არ აქვს, რა საკითხს ეხება ეს თქვენი ამბავი, მნიშვნელობა არ აქვს, რა სახით შეფერხება. მოკლედ, თუ არსებობს თქვენს ცხოვრებაში რაღაც გარემოება და მიზეზი, რაც გაფიქრებინებთ იმას, რომ შესაძლებელია არა მარტო სიტუაცია და დროება, არამედ ვინმე ადამიანი, ან ადამიანები რაიმე ფორმით გაბრკოლებდნენ, აი ამ საკითხზე გვექნება გაშლა. რამდენი ვარიანტი, ხო, მოდი იყოს ამ დასტით გავაკეთებ მხოლოდ ამ ეტაპისთვის. გაბრკოლებთ თუ არა ვინმე თქვენს მიერ ჩაფიქრებულ საკითხში. ნებისმიერი საკითხი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და ანუ კონკრეტულ ადამიანზე არ ჩაუთქვათ. ან თუ მაგალითად სამსახურში რაღაცა პრობლემა შეგექმნათ და ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს ვინმეს ჩარევით მოხდა, თუ სასიყვარულო ცხოვრებაში რაღაცა აგერიათ, შეგიძლიათ ამაზე ჩაიფიქროთ. თუ თქვენს იმიჯს და რეპუტაციას რაღაცა, ასე ვთქვათ, ჩირკი მოეწყო, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. გაბრკოლებთ თუ არა ამ საკითხში ვინმე, ან თუ არსებობს ესეთი ვინმე, ვინც თქვენს ხელის შეშლას ცდილობს, ხო? და აი მე გადავწყვეტე ამასობაში, მექნება ორი ვარიანტი. პირველი და მეორე. პირველი ვარიანტი გქონდეს ამეთვისტო. მეორე ვარიანტისთვის გამოვიყენოთ აი ეს ელემენტი. მე ვფიქრობ ჩანს. აი ესე დავთვალოთ. პირველი და მეორე ვარიანტი. იმედი მაქვს თქვენ უკვე ჩაიფიქრეთ და მე დავიწყებ პირველი ვარიანტით, ვინც აი ეს ამეთვისტო ჩაიფიქრეთ. ეცდახანი გავიწყებ მეორეს. გაბრკოლებთ თუ არა ვინმე. ახლა ძალიან ორაზროვანი პასუხია და პასუხს რასაც გავაჟღერებ ეს არის იმის მიხედვით, თუ თქვენ ვინ ხართ და როგორი ცხოვრების წესი გაქვთ. დავიწყოთ იქიდან, რომ თუ თქვენ ხართ ჩემი კოლეგები და მე ვიცი, რომ არაერთი ჩემი კოლეგა მიყურებს და მისმენს, ნამდვილად შეიძლება არსებობდეს რაღაც ფანტომი არა, უფრო ფამილიარები, ვინმე ასევე კოლეგის მიერ შექმნილი, რომელიც კარგი, მოდი ჩავეციოთ. კარგი. თუ ეს არ ეხება კოლეგას, ხო, თუნდაც ამ შემთხვევაში აბრკოლებს პირველ ვარიანტს ვინმე ან რამე. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა თქვენს ცხოვრებაში, დაბრკოლება ნამდვილად ჩანს და ერთი წუთით აი ესე ჯობია. დაბრკოლება ნამდვილად არის და ეს დაბრკოლება ეხება თქვენს ფინანსებს, თქვენს კეთილდღეობას. ეს არის ვიღაცის სიხარბიდან გამომდინარე
ვიღაცას თვალებში ეჭხირებოდით, პირდაპირ გეტყვით, თქვენი ფინანსური, მატერიალური უსაფრთხოება და კეთილდღეობა ვიღაცებს თვალებში ეჭხირებოდა. და სწორედ აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ადამიანი ვისთანაც კონფლიქტში ხართ. ნახეთ, როგორ ზურგშექცევით განან ეს ადამიანები ესე ორივე ხმლით ხელში. მიდიან ერთმანეთისგან ზურგშექცეულები და ერთი თავისი გზით მიდის, მეორე მეორეს მხრივ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად შეიძლება არსებობდეს ხალხო, მოდი პირდაპირ გეტყვით რა, მე სულ ვიძახი ხოლმე, რომ არ მიყვარს რაღაცა გაბუქებები და რაღაცა ისინი რა. ჩემს აი საჯარო გაშლებს თავიდან ბოლომდე რომ ჩაუждეთ, ძალიან იშვიათად ვახსენებ ხოლმე მაგიურ манипуляციებს, მაგრამ როცა არის, თვალს ვერ დავხუჭავ. და უნდა ვთქვა. ჩემი მიზანი ახლა არც არავისი გარეკელმება და არც ჩემი, იმიტომ რომ მოკლედ რიგი მიზეზების გამო მე ამ მომენტისთვის არ ვატარებ არანაირ მაგიურ манипуляციებს და ეს არავისთვის უცხო არ არის. ვერც ვერავის ვერ გაუწევ რეკომენდაციებს, მაგრამ თქვენს შემთხვევაში მე აქ ვხედავ თქვენს ფინანსებზე გაკეთებულ ზემოქმედებას. ისეთი ადამიანის მხრიდან, ვისთანაც მოხვედით კონფლიქტში. და თუ მიყურებთ სპეციალისტები და ჩემი კოლეგები, მაშინ გეტყვით, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს შეიძლება და ყოფილიყო თქვენი ან მასწავლებელი, ან ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენთვის ავტორიტეტი იყო ამ სფეროში. ხო, ეგეთი პასუხია. ნამდვილად არსებობენ და არიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც თქვენი რესურსი, რასაც ფლობთ, იწვევს შურს. მნიშვნელობა არ აქვს ეს თქვენი რესურსი ფინანსური იქნება, ინტელექტუალური, მტრეხლა ეს არკანი ძალიან ბევრ რაღაცას მეუბნება, თქვენ საკმაოდ მრავალფეროვანი რესურსის მქონე ადამიანები ხართ. საკმაოდ განათლებულების, ჭკვიანებით, მატერიალური თვალსაზრისითაც მგონია, რომ საკმაოდ ადეკვატური და ნორმალური მოწესრიგებული სიტუაცია უნდა გქონდეთ, ხო? ყოველ შემთხვევაში თქვენთვის საჭირო და საკმარისი რესურსი ვფიქრობ, რომ უნდა გქონდეთ, ხო, ახლა. და აი ეს შეუმჩნეველი არ რჩება ადამიანებისთვის. და მით უმეტეს თუ ვიღაცასთან მოგივიდათ კონფლიქტი, აი იცით როგორი რაღაცა არის, ახლა აქ მე რასაც ვხედავ, რომ აი ფინანსები შეიძლება შემოდიოდეს თქვენთან, მაგრამ აი სიუხვის გარეშე უბარაქობას რო ეძახიან ხოლმე რა. მე კიდევ ერთხელ ვიძახი, მე არ მიყვარს ეხა რაღაცა გაბუქებები, მაგრამ აქ არის. ნამდვილად არის. ეს აი სულ პენტაკლები და სულ ისეთი არკანებია, რომ ეხლა სხვანაირად მე აქ ვერ ვიფიქრებ ფიზიკურად რა. კარგი, აბა ჩავეძიოთ. ვისგან არის ეს ზემოქმედება? ხო, რაღაცა ის არის ფანტომი ნაკლებად პროფამ. კარგი მოიცადე. ვისგან არის ეს? ამისი თახედის უყურე რა. კარგი, ესე ვთქვათ. ვისგან არის გაკეთებული და ვარსკვლავი, პენტაკლების დედოფალი, ძალა, საკმაოდ ავტორიტეტული ქალი ფიგურასგან, ვინმე ქალისგან.
ქალი, რომელიც თავის საქმიანობით, თავის პროფესიით არის საკმაოდ აღიარებული, საკმაოდ დაფასებული და ასე შემდეგ. და მე უბრალოდ ეს მიგვირს, მართლა გულწრფელად მიგვირს ეს, რომ თუ კი ასეთი აღიარებულია, თუ კი ასეთი წარმატებულია, მაშინ თქვენთან კონკურენციაში შემოსვლამ, თქვენმა არსებობამ ეს რატო შეაშინა? აი, ახლა არ მინდა ამაზე მეტად ჩავყვე. იმიტომ რომ ზოგადად მე კონკურენციის იდეას საერთოდ არ ვაღიარებ. ჩემთვის კონკურენცია მართლა არ არსებობს, იმიტომ რომ სამყაროში ყველას ადგილია ჯერ ერთი. და მეორე, ყველა ადამიანს აქვს თავისი დრო, თავისი შინაგანი რიტმი, თავისი შინაგანი რესურსი. და ეს რაღაც ჯიბრი, დატოლებები, აი ეს უფრო კარგია, ვიღაცა უფრო რა სისულელია. აი მართლა რა სისულელია. ჩემთვის ცოტა კაი, არ მინდა მაგ რაღაცები, მაგრამ ანუ აქ იყო უბრალოდ ვიღაცას თავისი უპირატესობის დამტკიცება უნდა და თავისი უპირატესობის დამტკიცება უნდა და ეს ერთი, მაგრამ მეორეს მხრივ ეგეთი რაღაცაც შეიძლება ყოფილიყო, რომ აი ბევრი გეცადათ, გეწვალათ, მაგრამ რაღაცა აი ეს თქვენი რესურსი ვერ შეგენარჩუნებინათ. აი ეგეთი რაღაც არის გაკეთებული. მე საერთოდ სხვა მიმართულებით მინდოდა წავსულიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის აი უაზრო შიშნარევი კონკურენციიდან გამომდინარე. ხო, ეგეთი პასუხია ჩემო ძვირფასებო. მე ვფიქრობ, რომ თუ კონკურენციაზე მიდგება საქმე და თუ გააქვს ადამიანს იმის ამბიცია, რომ შენ უნდა იყო პირველი და ლიდერი, მაშინ არ უნდა გეშინოდეს იმისა, რომ სადღაცას ვიღაცა, იმიტომ რომ თუ ვიღაცა შენზე ქვევით დგას, აი მოკლედ არ მინდა რა ეხლა რა, არ მინდა. არა აქ ეხლა ამას ნიშნულობა რა მნიშვნელობა აქვს, მე რას ვფიქრობ, ფაქტია რომ ეს ადამიანი ეგრე იქცეოდა და ფაქტია რომ თქვენ რაღაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ იმისთვის რომ ეს საკითხი მოაგვაროთ და მოწესრიგოთ. აქ არის კონკურენციის გამო, შურის, დატოლებების გამო. აი სულ მინიმუმ, აი ყველაზე მინიმუმ. აქ არის აი თვალი. სულ მინიმუმ გეუბნებით და მაქსიმუმ გარკვეულწილად მაგიური მანიპულაცია. აი ეგ არის. წერტილი. პირველი ვარიანტი. გელოდებით კომენტარებში ჩემო ძვირფასებო. ლაიქებშიც ასევე და პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ, შეგიძლიათ შემეხმიანოთ ნომერზე 511-14-91 და 91-78. და გადავდივარ ახლა მეორე ვარიანტზე. ვინც შეიფიქრა სელენიტი, რომელიც მილოდება აგერ არსებობს თუ არა ვინმე ან რამე რაც გაბრკოლებთ. მოდი დავიწყებ იქიდან, რომ თქვენს შემთხვევაში სანამ ეხლა დავამატებ არკანებს, თქვენი ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ის, რომ თქვენ ვერ ხედავთ ხოლმე იმ შანსებს და შესაძლებლობებს, რომელიც გეძლევათ. მე ვფიქრობ, რომ აი ხლა აი ამ წუთასაც რა საკითხსაც არ უნდა ჩაგიფიქრებინათ, ნამდვილად არის რაღაც შანსი, პერსპექტივა. უბრალოდ უნდა შეცვალოთ თქვენი ტრაექტორია, თქვენი ხედვის ტრაექტორია. თქვენი ხედვის მიმართულება, იმიტომ რომ ეს შანსი თქვენს ზურგს უკანაა. შეიძლება ეს შანსი რაღაც მხრივ თქვენს წარსულთან იყოს დაკავშირებული, ან ადამიანთან, ვინც ამ ამბავში დაგეხმარებათ, ან რაღაცას, რასაც წარსულში აკეთებდით, შეიძლება იმ გამოცდილება მოგიტანოთ შედეგი, ხო? რასაც არ უნდა ეხებოდეს, სინამდვილეში შანსი გეძლევათ. მაგრამ თქვენი დაბრკოლება არის ის, რომ ცოტა უიმედოდ, ცოტა პესიმისტურად უყურებთ ამ საკითხს, მაგრამ მოდი ახლა გადავალ უფრო დეტალურ ანალიზზე.
დავნახოთ მეორე ვარიანტს აბრკოლებს ვინმე ან რამე ამ საკითხში მიზანმიმართულად. რა ხდება? მართლა რა ხდება? რატო გადმოყვა ეს ენერგია? ამიხსენით. ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა, პარალელურად მეორესაც უყურებს და უსმენს, იმიტომ რომ აკანები მიმეორდება. ნუ ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე ვარიანტი გაბრკოლებთ თუ არა ამ ამბავში რამე და თან კი თან არა პასუხია. აქაც მაქვს ეს იეროფანტი ეს ისევ მასწავლებლის ამბავია, მაგრამ კარგი ახლა სხვა კუთხით შევხედოთ. თქვენ შემთხვევაში დაბრკოლება შეიძლება იყოს ასევე ის, რომ ზედმეტად სტერეოტიპულად უდგებოდეთ ამ საკითხს და სინამდვილეში შეიძლება უფრო კრეატიული მდგომა გჭირდებოდეთ. გაბრკოლებთ თუ არა რამე, აქ უფრო არის სხვა ადამიანების ზედმეტი ცნობის მოყვარეობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ან ზოგადად თქვენი ცხოვრებით შეიძლება ზედმეტად ბევრი ადამიანი ინტერესდებოდეს და ზედმეტად ბევრი ადამიანი ერეოდეს, გაძლევდეთ რაღაც რჩევებს, რომელიც სინამდვილეში თქვენთვის შეიძლება საერთოდ არ მუშაობდეს. ამიტომ ეხლა მე ამ გაშლის მიხედვით, რასაც ვხედავ, თავს ვალდებულად ვთვლი, გირჩიოთ, რომ როცა რაღაცას დაგეგმავთ, უბრალოდ არავის არ უთხრათ. ანუ თუ გჭირდებათ რაღაც მხრივ პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი თუ საქმე, anyway, რასაც არ უნდა ეხებოდეს, უბრალოდ იმ ადამიანს, ვისთანაც ერთად აკეთებთ, შეგიძლიათ ეგ უთხრათ და დანარჩენი მეგობარი, მეზობელი, რაღაცა ოჯახის წევრი, ვიცი, ყველას და ყველაფერს ნუ მოსდებთ ამბებს რა, უბრალოდ დადექით და გააკეთეთ. ჩუმად, წყნარად და ადამიანებს აჩვენებთ თქვენი შედეგები და არა დასაწყისში საიდან როდის როგორ რანერეთ, იმიტომ რომ არავინ არ დაგიკრავთ ტაშს იმისთვის, რომ როგორი რთული გზა გამოიარე და როგორი რა სისულელია. ვერასდროს ვერ დაინახავენ ადამიანები იმ წვალებას და იმ შრომას, რაც რაღაც იმ საქმეში ჩადეთ. ხო, ადამიანები ყოველთვის დაინახავენ იმას, რომ თქვენ რაღაც რეზულტატი უკვე მიიღეთ, რაღაც შედეგზე გახვედით და ყველას შეიძლება ეგონოს, რომ როგორ მარტივად გეძლევათ რაღაცეები, მაგრამ სინამდვილეში ის შრომა, ის დაღლა, წვალება, დროის და ენერგიის დაბანდება მაგ საქმეში, ბევრ ადამიანს შეიძლება ვერც შეამჩნიოს, ვერც დაინახოს და მაინც ვერავინ ვერ დაგიფასებთ და რისთვის, რატო? ამიტომ ტაშის და ოვაციების გამო რაღაცები არ აკეთოთ. საერთოდ ეცადეთ, რომ აი ამ ვარიანტს ძალიან ეხება და ძალიან მოდის ეს ინფორმაცია, რომ აღიარებისთვის არ აკეთოთ რაღაცეები. უბრალოდ რასაც აკეთებთ, აკეთეთ თქვენი სიამოვნებისთვის და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ტაში დაგიკრათ, იმიტომ არა, რომ ვიღაცამ ხალიჩა დაგიგოთ და ასე შემდეგ. არა. აი ეს რაღაც აღიარების ამბავი ძალიან მოდის და მე ვფიქრობ, რომ აი თქვენი შინაგანი ღერძი უნდა გაანამტკიცოთ. მნიშვნელობა იმას უნდა მიანიჭოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ საკუთარ თავზე. და თქვენ როგორც ფიქრობთ საკუთარ თავზე, ეგრე თქვენ ნამდვილი სახე. თუ ახლა ადამიანს აქვს დაბალი თვითშეფასება და გარედან ვიღაც ტაშს უკრავს,
შეიძლება გაუხარდეს, მაგრამ მარტო ის ტაშის ყრა არაფერს არ მოუტანს ამ ადამიანს, ხო? მაგრამ თუ ადამიანი არის საკუთარ თავში დარწმუნებული და თვითკმარი, მთელი სამყარო, რა ვიცი, სახეში აფურთხებდეს და ქვებს ესროდეს, მაინც არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ იცის, რომ კაი ტიპია, ხო, მართალია. ხო და თქვენ შემთხვევაშიც ეგ არის, რომ საკუთარ თავზე ფოკუსირდით და არა გარე სამყაროდან მიღებულ შექებაზე ან კრიტიკაზე. რაღაცები უბრალოდ აკეთეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ. ოკეი, შემდეგი კიდე ახლა ქრისტკმაც მინდა. აქ დაბრკოლება, სხვა ადამიანების მხრიდან ნაწილობრივ შეიძლება იყოს, კი ბატონო, მაგრამ რას ეხება თქვენი დაბრკოლება ყველაზე მეტად? რას ეხება თქვენი დაბრკოლება ყველაზე მეტად? რა ხდება? ანუ პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა, მათმა დიდმა ნაწილმა მეორე ვარიანტიც გააგრძელა. და თქვენ ხართ უმრავლესი თქვენთაგანი ხართ ჩემი კოლეგა. ეხლა ეს მარტო ერთი და ორი ადამიანის გამო ეს არ ამოვიდოდა. წეღანაც ვახსენე ყოფილი მასწავლებელი ან ყოფილი ავტორიტეტი. ის ვისგანაც გარკვეულწილად ცოდნას იღებდით, ის ვისი რჩევებით თქვენ რაღაცაში გეხმარებოდათ. გეუბნებით და ვიმეორებ. ეს არის, არ ვიცი ხა თქვენ რომელ სქესში გადათამაშდებით, მაგრამ აგერ ბატონო. აგერ ეს თქვენი იეროფანტიც. ეხლა მე შუაში ვარ, რა სფეროში გაბრკოლებდათ და აღარ გავაგრძელებ. ზედმეტად მთვარე, ქურუმი ქალი და მაგი. ხა ძალიან ირეკლავს და ანუ მე მგონი გასაგებია და მე მგონი არ ჭირდება ამას ზედმეტი კონკრეტიკა. კარგი, ვინც არ არიან ეზოთერულ საქმიანობაში ჩართული, ამ ადამიანების შემთხვევაში რა ხდება ახლა კაცო, ხომ ისმის ეს ხალხი? დღეს ჩემ ტაროს გაექცა. კარგი, ვინც არ არიან ამ ეზოთერულ მაგიური საქმიანობით დაკავებულები, ამ შემთხვევაში რა ხდება? რა სფეროში შეიძლება ეს ამბავი ხდებოდეს მათ თავს? თქვენ შემთხვევაში არის ის, რომ აი რაღაცა შინაგანი სიმყუდროვე და კომფორტის შეგრძნება შეიძლება თქვენთვის რთული მისაღწევი იყოს, იმიტომ რომ აი მუდმივად აი გარე სამყაროდან ცდილობთ აი ამ შექების ტაშის ოვაციების მოსმენას, იმიტომ რომ აი რაღაცა შეიძლება ბუნებით ექსტრავერტი ადამიანები ხართ და ესეც მოქმედებდეს, ხო? მაგრამ მარტო ეგ არ არის. მე აქ ასევე ვხედავ სწორედ ამასაც, რომ ხო, ნუ ელოდებით რა გარედან შემოსულ ნურც კრიტიკას, ნურც შექებას, ოვაციებს. არ გინდათ, თქვენი მიღწევებით იყავით თქვენ თვითონ უკმაყოფილი. რაღაცას რო გააკეთებთ, ხო? უბრალოდ აი შეაქეთ თქვენი თავი, ყოჩაღ რა, კარგად გამოგივიდა, აი ხო რაღაც აი როგორც სხვა ადამიანს შეაქებდით, აი მაგალითად თქვენს შვილს, მეგობარს, დას, ძმას, ხო აი რა ვიცი რაღაც მშობელს. აი რაღაცა, რაც თქვენთვის საყვარელი ადამიანის მიღწეული რომ გაგეხარდებოდათ, ხო? აი როგორც იმ თქვენთვის ძვირფას ადამიანს შეაქებდით, ისევე შეაქეთ ხოლმე საკუთარი თავი, იმიტომ რომ აქ ცოტა თვით უსიყვარულობაც გამოჩნდა ძალიან მცირე თქვენგანისთვის. რაც ქართულ ქრისტიანულ რეალობაში არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ქრისტიანობა რატომღაც აყალიბებს ეგეთი მსხვერპლის ფსიქოლოგიას, სადაც ადამიანს ასწავლენ, რომ თქოს საკუთარი თავი არ უნდა უყვარდეს და ეგ არის ძალიან დიდი სიბოროტე, ჩემი აზრით. ეხლა როგორც გენებოთ, ისე გაიგეთ, მე ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ საზოგადოდ. არაფერს არ ვერჩი ქრისტეს და მის ცნობიერებას, მაგრამ დღეს ქრისტიანობა სრულად შორს არის ქრისტესგან და იმ სიყვარულისგან, რასაც ქრისტე გვასწავლიდა. ამიტომ ასე გამოვიდა. მოკლედ, ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ ჩემო ლამაზებო, ჩემო ყოჩაღებო.
ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ რა თქმა უნდა და დროებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.